რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენა ხოშტარია ადვოკატმა შოთა თუთფერიძემ და ნდობით აღჭურვილმა ექიმმა ანი ქავთარაძემ მოინახულეს. ექიმის განცხადებით ელენა ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ანი ქავთარაძის თქმით, ციხის დირექტორისა და მთავარი ექიმისგან მიიღეს პირობა, რომ დაკავებული პოლიტიკოსის მკურნალობის პროცესში მისი მკურნალი რევმატოლოგი ხვალვე ჩაერთვება. ელენეს კლინიკური მდგომარეობა არის დამძიმებული, გაუარესებული უკიდურესად. წინა დღეებთან შედარებით მათ შორის შესაბამისად უაღრესად მნიშვნელოვანია სწრაფად მოქმედება, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და დროული მკურნალობის დაწყება. ასევე მინდა გითხრათ, რომ არამხოლოდ ჩემი როგორც ექიმის, არამედ ჩემი სხვა კოლეგების მოსაზრებითაც იმ დიაგნოზის, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ეჭვი, მართვა და მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში შეუძლებელია, ვინაიდან ყველას მოგეხსენებათ, რომ მას აქვს და ჰქონდა ქრონიკული დაავადებები, სხვა არაერთი გადატანილი დაავადება, შესაბამისად თითეული აი ამ ჩამოთვლილის გათვალისწინებით ის საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში სამკურნალო სერვისების მიღებას. ის იტანჯება ტკივილით და მე როგორც ანესთეზიოლოგ რეანიმატოლოგმა აუცილებლად უნდა განვაცხადო, რომ ასეთი ტიპის ძლიერი ქრონიკული ტკივილის, მუდმივი ხასიათის ტკივილის არსებობა და ამავდროულად მართვის არარსებობა, ადეკვატური მართვის არარსებობა შეიძლება ითქვას, რომ უტოლდება წამებას. ელენა ხოშტარიას ადვოკატი შოთა თუთფერიძის განცხადებით პენიტენციურმა სამსახურმა და ციხის ადმინისტრაციამ გამოთქვეს მზადყოფნა, ყველა ზომა მიიღონ იმისთვის, რომ დაკავებულ პოლიტიკოსს ადეკვატური მკურნალობა ჩაუტარდეს. ამავე შეხვედრაზე ჩვენ დავაფიქსირეთ და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ყველა ის პრობლემა, რაზეც ჩვენ საუბრობთ უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში, ნამდვილად არსებობდა და ნამდვილად არსებობს დღემდე. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დავაგვიანეთ ისე, რომ უკვე შეუქცევად შედეგებთან გქონდეს საქმე, თუმცა ვიზუალური დაკვირვებით მე როგორც არაპროფესიონალმა ექიმმა შემიძლია ვთქვა, რომ ელენეს მდგომარეობა დღე უარესდება ბოლო ვიზიტთან შედარებით და ბოლო საათების განმავლობაშიც კი მისი მდგომარეობა გაუარესებულია. ასევე დადასტურდა ყველა ის პრობლემა და ყველა ის წუხილი, რომელზეც ჩვენ ასევე ვსაუბრობდით დიდი ხნის განმავლობაში, დაწყებული კვლევების, ჯეროვანი კვლევების არარსებობით, საჭირო მკურნალობის ჩაუტარებლობით, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, მთავარი შედეგი დღევანდელი შეხვედრისა არის ის, რომ პენიტენციურმა სამსახურმა და ციხის ადმინისტრაციამ გამოთქვეს მზადყოფნა მაქსიმალურად ყველა ზომა მიიღონ იმისთვის, რომ ადეკვატური მკურნალობა ელენეს ჩაუტარდეს, რათა ჩვენ არ მივიღოთ სავალალო შედეგები. კალაძის საარჩევნო ბანერზე სტუდენტ მეგიდია სამიძის სოლიდარობის ნიშნად წარწერის გაკეთების გამო ელენა ხოშტარიას მოსამართლე გიორგი არევაძე 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 25 მარტს მიუსაჯა.